ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო ბათუმში ცენტრალური ქუჩა. სკოლა ევრო 2000-ის პედაგოგებმა გააპროტესტეს უკანონო დაკავებები. მასწავლებლები ემიჯნებიან ასევე ძალადობას და ოცნებას ჰუმანურობისკენ მოუწოდებენ. პედაგოგების თქმით, ახალგაზრდების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა მიუღებელია. დღეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება გახდა მაპროვოცირებელი იმისა, რომ მასწავლებლებს დაგვეტოვებინა საბოლოო პროცესი, დაგვეტოვეთ საათი და გამოსულიყავით ქუჩაში. დღეს ჩვენი გაზრდილი მოსწავლეები ქუჩაში დგანან და ძალიან ბევრი დარბეულია. ამ სკოლის მოსწავლე დაპატიმრებულია. იდევნება მათი აზრი, დაირბევა მათი პროტესტი. ამიტომ პირველ რიგში ვდგავართ, იმიტომ რომ ხმა გავაგონოთ ჩვენს გაზრდილ მოსწავლეებს, ჩვენს ბავშვებს და ვუთხრათ, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ არათუ მათ გვერდით ვდგავართ. ჩვენ მზად ვართ დავუდგეთ მათ წინ და პირველი დარტყმა ავიღოთ საკუთარ თავზე. ჯერ არც ერთი წარმომადგენელი ხელისუფლებისა, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისა არ მისულა ადამიანებთან და არ დაინტერესებულა პირადად რა უნდა ჩვენს ახალგაზრდებს და რა უნდა ქართულ საზოგადოებას. ქართულ საზოგადოებას უნდა ევროკავშირში ინტეგრირება, ქართულ საზოგადოებას უნდა იმ გზაზე დადგომა, რისთვისაც სულხან საბა ორბელიანი ფეხით ჩავიდა ევროპაში. ეს არის სოლიდარობის აქცია და ამავდროულად არის დაუმორჩილებლობის წინააღმდეგობის ერთსაათიანი გაფიცვა. ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლიდეთ ჰუმანიზმს, სამოქალაქო განათლების საკითხებს, კონსტიტუციის დაცვის აუცილებლობას სკოლაში და არ ვიდგეთ ქუჩაში. ახლა არის ამგვარი გამოსვლების, ამგვარი მანიფესტაციების, გაფიცვების, წინააღმდეგობის დრო, სხვაგვარად ძალიან მალე შეიძლება ქვეყანაში გათენდეს ისეთი დილა, როდესაც გაკვეთილზეც კი არ გვექნება იმის საშუალება, რომ ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე, ჩართულობაზე, იმ დემოკრატიულ და ჰუმანისტური იდეების გავრცელებაზე.